მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე ვარ. ბოლო ორი თვეა საქართველოში და ქართულ ევროპულ ურთიერთობაში საკმაოდ მძიმე პერიოდი დგას. ეს პერიოდი ერთი წლის განმავლობაში უფრო და უფრო რთულდებოდა და ალბათ სავარაუდოდ ყველაზე მძიმე პიკს მიაღწია, რაც კი ამ ბოლო 30 წლიანი ურთიერთობის მანძილზე არსებობს. ურთიერთბრალდებები ორივე მხრიდან არ სრულდება, ღებულობენ სხვადასხვა რეზოლუციებს, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებში. თუმცა ხელისუფლებას ყველა ამ რეზოლუციაზე აქვს თავისი პასუხი და შესაბამისად საკმაოდ გართულებულია და მძიმე ვითარებაშია ქართულ ევროპული ურთიერთობა, როგორი გაგრძელდება ან როგორი იქნება ეს ურთიერთობა და საერთოდ რა შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში ევროპაში, სადაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპის წამყვან ქვეყანაში. გერმანიაში, სადაც ძალიან მალე 23 თებერვალს არჩევნებია დაგეგმილი, რომელიც ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება გახდეს გერმანიისთვის, როგორც მაგალითად ამერიკაში გახდათ საპრეზიდენტო არჩევნები და მოულოდნელად ან ზოგისთვის უკვე მოსალოდნელად შეიძლება ისეთი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში და ისეთი ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელიც ეგრეთ წოდებულ მეინსტრიმს არ ექვემდებარება და განსხვავებული პოლიტიკის გატარების იდეა არსებობს. რა შეიძლება მოხდეს გერმანიის არჩევნებში და ასევე რა ვითარება ამ ეტაპზე ქართულ ევროპულ ურთიერთობაში და რა ხდება ზოგადად საქართველოში, ამ ყველაფერზე პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონ ლევან, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობ ჩართვისათვის. მოგესალმებით, სულ სხვა სივრციდან მქონდა დაგეგმილი თქვენთან ჩართვა, მაგრამ აი გარემოებებმა ხელი შემიშალა და ბოდიში. არა უშავს. თავარია ჩვენთან ხარ და შევძლებთ ვისაუბროთ. სანამ აი ევროპაზე გადავალთ და ჩვენ გადაცემის წინ ვისაუბრეთ, როდესაც დაგირეკეთ, რომ გერმანიის საკითხი არის ძალიან საინტერესო და თქვენ ერთ-ერთი კომპეტენტური ადამიანი ბრძანდებით საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ ევროპულ ურთიერთობაზე რო გავით. აი ეს ბოლო ორი თვე განსაკუთრებით რო შევაფასოთ, თქვენი ხედვა როგორია, ერთი მხარის, მეორე მხარის, მესამე აქ უკვე ამ აქციებზე საკმაოდ ბევრი მხარე ჩამოყალიბდა და თქვენი ხედვა და შეფასება ან შედეგის მოლოდინი როგორია? ქართულ ევროპული ურთიერთობები სამწუხაროდ და ჩვენ დასაუბედუროთ ჩიხშია შესული და ძალიან ღრმად რომ არ წავიდეთ, ეს ყველაფერი ჩანს კონკრეტული სიმბოლოების მაგალითზეც. აი ჩვენ ნახეთ 25 წლის წინ ნახეთ როგორ გამოაცხადა საქართველოს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსი პრიორიტეტად ბატონმა ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, გონი ეს თქვენი გადაცემის ქუჩიც ისმის ხოლმე ბატონი ზურაბის ხმა და ხედავთ რომ 25 წლის შემდეგ ამ ისტორიული მოვლენიდან საქართველოს დელეგაციას აძევებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიღაცა კომიტეტის სხდომიდან, უწესებენ პირობებს და ემუქრებიან რომ საერთოდ მანდატს შეუწყვეტენ. ანუ სრული რეგრესი გვაქვს ჩვენ და ევროპის საბჭო მეგობრებო არ არის მაინც და მაინც ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, როგორც თქვა ევროკავშირი და ევროკავშირის სხვა სტრუქტურები. აი ელემენტარულ პირველად ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ევროპულ ორგანიზაციაშიც კი, რომელშიც მთელი ევროპა არის გაერთიანებული, მიუხედავად იმისა, ისინი ნატოს წევრი არიან თუ ევროკავშირის წევრი არიან, აი ამ ორგანიზაციასთანაც კი პრობლემები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი დემოკრატიული მდგომარეობის, დემოკრატიის უმძიმესი მდგომარეობის და ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის გამო. ბატონ ლევან, აქ ხშირად არის ურთიერთბრალდებები მხარეებს, რომ აი შენი ბრალია, მეორე ეუბნება, რომ შენი ბრალია და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ისეთი ჩემი პირადად ვიძროხებთ, ალბათ ყველას ბრალია სადღაც რაღაცა, თუმცა ეს ბრალეულობა და ერთმანეთზე გადაბრალება სავარაუდოდ კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს და სად შეიძლება ჩანდეს გამოსავალი, რომელმა მხარემ შეიძლება დათმოს, ან რა დათმოს კონკრეტულად თუ დათმობებზე და კომპრომისებზეა საუბარი? იცით რა არის, საქართველო არის პატარა ქვეყანა, 3 მილიონიანი ქვეყანა და თვითონ თუ არ იაქტიურებს, თვითონ თუ არ მოინდომებს რომ იყოს რომელიმე დიდი თანამეგობრობის წევრი, აი ეს თანამეგობრობა თვითონ თავად არ მოიკლავს თავს და საქართველოს გამო თავს არ აიტყიებს, დამატებით პრობლემებს არ შეიქმნის, ახალ თავსატეხებს არ წარმოქმნის თავის საზოგადოებისთვის თუ აი ამ საერთო კავშირისთვის. ასე რომ პასუხისმგებლობის მთავარი და ძირითადი ტვირთი მოდის მაინც საქართველოს ხელისუფლებაზე. მე არ მგონია ბატონო? არა, დიახ, გააგრძელეთ, გისმენთ. ხო, მე არ მგონია, რომ ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება ქართველებს, რომ აი ეხლა გავზომოთ
და შენიშვნები მივცეთ, რომ აი გერმანია რაც უდათ იქცევა, აი პორტუგალია რასაც აზიზღარი ქვეყანაა და ასე შემდეგ. ეს შეიძლება სამეცნიერო წრეებისთვის იყოს, ასე ვთქვათ, რელევანტური საქმე, აკადემიური წრეებისთვის, მაგრამ როცა ხარ სახელმწიფოს სათავეში, მართავ ამ ქვეყანას, ჩვენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეთ და დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ქართულ ევროპულ ურთიერთობებში არსებობს, უბრალო არ არის. ჩვენ გვაქვს ყველა ხიდი დამწვარი. ბეწვის ხიდითაც კი აღარა ვართ დღეს ამ წუთას ევროკავშირთან დაკავშირებული და ყველანი გვიყურებენ როგორც ქვეყანას, რომელსაც არ აქვს კაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომლის ნდობაც არ შეიძლება. აი სომხეთი საქართველოსგან განსხვავებით, ყველა თავის პარტნიორს ეუბნება რა სურს, რა საპირებს, რა არის მისი პრიორიტეტი და საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივარო და აჩერებს მოლაპარაკებებს. რუსეთთან ზუსტად რა ტიპის ურთიერთობები აქვს? არავინ არ იცის დედამიწის ზურგზე, თურქეთისგან ასურთ და რა პრიორიტეტები აქვს მასთან ურთიერთობაში, არ ვიცით და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის სრულიად ბუნდოვანი, არავინ არ გვენდობა და ეს იწვევს იმას, რომ აი ეს ნდობის ძაფებიც წყდება ევროკავშირთან და სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან. დიახ, ქართულ ოცნების წარმომადგენლებს ხშირად აქვთ ესეთი არგუმენტი, რომ ეს სიტუაციები მსოფლიო პოლიტიკაში, დავარქვათ ამას deep state თუ ის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებები, რომელიც არიან წამყვან ქვეყნებში, უახლოეს მომავალში ან ძალიან მალე, უახლოეს თვეებში შეიცვლება. ასე იყო, ასე ვთქვათ, ამერიკასთან დაკავშირებით, ტრამპთან დაკავშირებით არგუმენტი, იგივეა ევროპაში რამდენიმე არგუმენტი, მე არ გულისხმობ უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომელიც ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ბლოკავს ყველაფერ იმას, რისი დაბლოკვაც, ასე ვთქვათ, შეუძლია და ამ მხრივ, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას გარანტია აქვს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ადგილზეა და 27 ქვეყნიანი, ასე ვთქვათ, საერთო შეთანხმება ვერ მოხერხდება, ეს ნათელიცაა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, თუმცა აი ეს მოლოდინები რამდენად გაამართლებს ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის იმ გაგებით, რომ მოვიცადოთ 3 თვე, 6 თვე რაღაც პერიოდი და მერე ისევ ყველაფერი დაალაგდება. სადამდე შეიძლება ეს არგუმენტი იყოს რელევანტური ქართული ოცნების მომხრეებისთვის? მე გეთანხმებით თქვენს და ქართული ოცნების იმ მომხრეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება. თქვათ იგივე თქვენ მიერ ნახსენებ გერმანიაში გასული 2-10 წლეულის განმავლობაში უფრო მეტად დომინანტური იყვნენ, თქვათ, სოციალური მწვანე პოლიტიკური ძალები, უფრო ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური ძალები. დღეს კი ჩვენ გვაქვს ტენდენცია, რომლის შედეგადაც აი ეს სიმძიმის ცენტრი, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, ცენტრისტული პარტიებიდან ინაცვლებს უფრო მემარჯვენე პარტიებამდე. მე მესმის ეს ფაქტია, ვერავინ ვერ უარყოფს, რომ სოფლიოში, მათ შორის ევროპაში ძლიერდებიან ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიებზე უფრო მარჯვნივ მდგომი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც ზოგჯერ მემარჯვენე ექსტრემისტებსაც კი უწოდებენ. კი ბატონო, სოფლიო იცვლება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს უფლებას საქართველოს პატარა ქვეყანას რომ დღეს მოქმედ ხელისუფლებებთან და პოლიტიკურ ძალებთან, რომლებმაც შეიძლება ხვალ ოპოზიციაში გადაინაცვლონ, მაგრამ მაინც გავლენიანები იქნებიან და მათ სიტყვას მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტის ფორმირების დროს, აი ამ პოლიტიკურ ძალებს საბოტაჟი მოუწყოთ, შანტაჟი მოუწყოთ, დავცინოთ, არასერიოზულად აღვიქვათ, უარი ვთქვათ მათთან დიალოგზე, უარი ვთქვათ მათთან დისკუსიაზე. ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. მსოფლიო იცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიძინებთ, ხვალ გავიღვიძებთ და რაღაცა თქვათ ქრისტიან-დემოკრატებს, სოციალ-დემოკრატებს ამ მწვანეებს ევროპულ პოლიტიკაზე გავლენა არ ექნება. არ იქნება ესე. ისინი ინარჩუნებენ თავის ადგილს პოლიტიკურ ასპარეზზე, მათი პარტნიორობა და მხარდაჭერა ჩვენ მომავალში დაგჭირდება და არასერიოზულია და ანტისახელმწიფოებრივია, რომ რადგან ესე იგი ტრამპი და ეს მემარჯვენეები მოდიან მთელ მსოფლიოში, უკვე არსებულ და შედარებით შესუსტებულ პოლიტიკურ ძალებთან გავიფუჭოთ ურთიერთობა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს ძლიერის პოზიცია და ვერც გვექნება ბევრი მიზეზიდან გამომდინარე და შესაბამისად ყველასთან მეგობრობა, ასე ვთქვათ, ქვეყნისთვის ბევრად უფრო მემარჯვენეებთანაც, მემარცხენეებთანაც და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ შეიძლება ყველასთან მეგობრობა არ იყოს საჭირო, მაგრამ ყველასთან უნდა მიგესწლებოდეს, ყველასთან დალაპარაკება უნდა შეგეძლოს, ყველა უნდა აღიქვამდეს სერიოზულ ძალად, რომელსაც ანგარიშ
ანგარიშს უწევენ და პატივს წემენ და სამწუხაროდ საქართველოს დღეს უკვე აღარავისთვის, მათ შორის არც მემარჯვენე ექსტრემისტული ძალებისთვის სერიოზული და ანგარიშგასაწევი ძალა არ არის და პატივის წემას ჩვენი საგარეო პოლიტიკური აქტორები არ იმსახურებენ. სამწუხაროდ ფული ტკივილით ვამბობ ამას. აქ მიჩნდება ლოგიკური კითხვა, არის კი საქართველოში, რაც თქვენ აღნიშნეთ, ისეთი ძალა, რომელიც შეიძლება რომ სერიოზულად აღიქვას ნებისმიერმა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა მთლიანობაში. იმიტომ რომ ამას იმ კონტექსტში ვამბობ, რომ თქვენ ვინც გიცნობთ, იცის რომ თქვენ ყოველთვის კრიტიკით გამორჩევით, არც ერთ მხარეს ასე ვთქვათ, არ აკლებთ კრიტიკას და აქედან გამომდინარე მაქვს ეს კითხვა. მიხარია ამას რომ ამჩნევთ. თქვენ ძალიან სასიამოვნოა ეს. იცით, მე ვფიქრობ, რომ მართალია საქართველოს დიპლომატიური კორპუსი არის ძალიან მძიმე დღეში და მისი შემადგენლობა ზოგიერთ უბანზე ძალიან არაპროფესიონალურია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ დიპლომატებს შესწევთ ძალა შესაბამისი დავალების მიღების შემთხვევაში მინიმუმ ის მაინც გააკეთონ, რომ გაჭრან არხები ევროკავშირის ყველა ძირითად პარტიულ ოჯახთან და ყველასთან მიესულებოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მგონი დავალება არის პირიქით მიცემული, რომ ევროკავშირი ჩვენ შენიშვნას მოგცემს, დემოკრატიულ სტანდარტებს მოგთხოვს, რომ მედიას უკეთესად მოვიქცეთ, მოგთხოვს, რომ ამაღლობელს უკეთესად მოვექცეთ და გამოუშვათ ციხიდან, მოგთხოვს, რომ იქ თქვათ საარჩევნო პერიოდში რესურსები უფრო თანაბრად იყოს გადანაწილებული, მოგთხოვს, რომ 12 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ცოტა უკან დავიხიოთ და აბსოლუტური ძალაუფლება არ გქონდეს და ეგებ კოალიციურ მართლობაზე მაინც დახვიდეთო ამ შეკითხვას დასვამენ ისინი და აი ამ კომპრომისზე წასვლა არ უნდა ქართულ ოცნებას სამწუხაროდ. თორემ მე არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოს ოპოზიციაში არიან რაღაც ტალეირანები და მეტერნიხები და ისინი რომ მოვლენ საგარეო საქმეთა სამინისტროში აშენებენ ამ ქვეყანას და ახალ ხიდებს გააბავენ ევროპასთან, მაგრამ როგორც მინიმუმ ისინი არაფერ ხებდნენ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხს და ქართული ოცნება აფერხებს სამწუხაროდ. თქვენ ახსენეთ გერმანიის საკითხი და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამაზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალიან ძვრები არის მოსალოდნელი გერმანიაში. კი, იქ ექსპერტები ამბობენ, რომ საერთო ჯამში დაუშვათ სოცდეკები და ასე შემდეგ დამარცხებენ, თუმცა იგივე იყო კამალა ჰარისთან და ტრამპთან მიმართებაშიც და ტრამპმა პირწმინდად მოიგო, ასე ვთქვათ, არჩევნები. რამდენად მოსალოდნელია მსგავსი შედეგის ასე ვთქვათ, დადება გერმანიაში და ზოგადად რა ხდება გერმანიაში, აი აქედან რომ დავიწყოთ, იმიტომ მაყურებლისთვისაც რომ გამარტოთ, ბევრისთვის ნაკლებად ცნობილია, ამჟამად დაუშვათ შოლცი სოციალ-დემოკრატები არიან დაუშვათ ხელისუფლებაში, მანამდე იყვნენ ქრისტიან-დემოკრატები და აქ ჩნდება მესამე ძალა, მწვანეები ასე ვთქვათ, ორივესთან ახერხებდნენ ურთიერთობას და ჩნდება მესამე ძალა, თან გერმანია საკმაოდ მრავალმხრივია ფედერალურ მიწებში, სხვადასხვა მიდგომები აქვს და აი ეს პროცესი რომ განმარტოთ პოლიტიკური ასე ვთქვათ, არეალი გერმანიაში როგორია? ძალიან რთული შეკითხვაა, მთელი 15 ლექცია მაქვს წაკითხული მე გერმანიის პოლიტიკურ მოკლედ შედარებით მოკლედ რომ ვთქვა, დიახ. მაგრამ აი მოკლედ თქვენ ერთ შეკითხვას ასე ვთქვათ ჩავეჭიდები, რა ხდება დღეს გერმანიაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება დღეს გერმანიაში. პირველი, არასდროს 2021 წლამდე გერმანიას არ ყოლია მთავრობა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 3 პოლიტიკური პარტია. პირველად მოხდა ეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 75 და მეტი წლის ისტორიაში. და არ გაამართლა ამ მოდელმა, იმიტომ რომ ერთ მთავრობაში აღმოჩნდნენ, თქვათ, სოციალ-დემოკრატები, მუშათა ინტერესების და სოციალური სახელმწიფოს ინტერესების დამცველი ძალა, მოხდნენ მწვანეები, რომელიც კლიმატის კრიზისს და კლიმატთან დაკავშირებულ პოლიტიკას ანიჭებენ უდიდეს უპირატესობას და მულტიკულტურალიზმს და მოხდა უმსხვილესი კაპიტალის დამცველი თავისუფალ დემოკრატიული პარტია. და უამრავ საკითხთან დაკავშირებით ამ პარტიებს ჰქონდათ მუდმივი 3 წელი გერმანიამ გაატარა მუდმივ ძიძგილაობაში, კამათში, დისკუსიაში, გარეთ გამოდიოდა ეს დისკუსია, როცა მთავრობის სხვადასხვა მინისტრები ერთმანეთთან ოპონირების მდგომარეობაში იყვნენ, ვერ ახერხებდნენ მოლაპარაკებებს და ასე შემდეგ. და აი გასული წლის მიწურულს უკვე კანცლერმა შოლცმა ლიბერალებს მოუწოდა, რომ დაეტოვებინა მთავრობა, იმიტომ რომ საბიუჯეტო საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. შოლცს უნდოდა მეტი ვალის აღება, რომ სოციალური და გარემოსდაცვითი ტვირთი სახელმწიფოსი აიღო საკუთარ თავზე, ლიბერალები კი ეწინააღმდეგებოდნენ აი საბიუჯეტო დეფიციტის კრედიტების შევსებას. და მოკლედ, აი ეს არასტაბილურობა, ერთი რაც გერმანიაში ხდება, დაშლილი მთავრობა
და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მიდის უკრაინის ომი, როცა ტრამპს ირჩევენ შეერთებულ შტატებში, როცა დიდი ცვლილებები მიდის მთელ მსოფლიოში და აი ამ დროს გერმანიას სჭირდებოდა სტაბილური შეკრული მთავრობა და ამის ნაცვლად მიიღო აი ეს დანაწევრება და ფრაგმენტაცია მთავრობაში და აი ეს შოკი აქვს დღეს გერმანიის მოსახლეობას და მეორე რაც ხდება დღეს გერმანიაში ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენები. ეს გახლავთ ის, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 3 თავდასხმა მოხდა ზოლინგენში, ბავარიის მხარეში, მაგდებურგში, სადაც მიგრანტები, რომლებიც წესით უკვე ასე ვთქვათ, გამგზავრებულები უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნიდან, დეპორტი ჰქონდათ ჩართმული ან რაღაცა სხვა პროცედურებში იყვნენ მოქცეულნი, აი ასეთმა ხალხმა, რომლებიც წესით არ უნდა ყოფილიყვნენ გერმანიაში, ჩაიდინეს საშინელი ტერორისტული აქტები, ხო, დანით დაესხნენ თავს, ბავშვები მოდახოცეს, ოდნავ კამერა რო ავწიოთ. ოდნავ ტელეფონი რო წამოწიოთ, დიახ, ახლა გააგრძელეთ. ხო, მანქანით შევარდნენ საშობაო ბაზრობაზე და მწვანეები და სოციალ-დემოკრატები მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან რბილი არიან. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ნაცისტური გამოცდილების ქვეყანა, მემკვიდრეობის ქვეყანა. შესაბამისად, გვევალება, რომ უფრო ჰუმანური ვიყოთ ომს გამოქცეული ადამიანების მიმართ. გვაქვს ისტორიული პასუხისგებლობა, რომ მათ დავეხმაროთ, მივიღოთ. თან ისინი ამბობენ, რომ გერმანიის შრომითი ბაზარი არის დეფიციტური და გვჭირდება ახალი კადრები, განსაკუთრებით იაფი მუშახელი. ბატონ ლევან, მოდი მინდა ბევრი კითხვა მოვასწრო. აი თქვენ რაც მოკლედ დავამთავრებ, ხო, აი ამ დროს როცა ეს მიგრანტების შემოყვანას სთან დაკავშირებით რბილი პოლიტიკა აქვს სოციალურ და ლიბერალურ სოციალურ და მწვანე პარტიებს, აი ამ დროს გერმანიაში ჩნდება უკვე აყვავდა და 20%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტია AfD-ს ალტერნატივა გერმანიისთვის, რომლებიც არიან მემარჯვენე ექსტრემისტები და ითხოვენ უმკაცრეს საიმიგრაციო პოლიტიკას და თან მენიუში ამ საიმიგრაციო პოლიტიკას მოყვება სხვა მემარჯვენე ცვლილებებიც, რომელიც და ანტიდემოკრატიული ცვლილებებიც, რომელიც შოკში აგდებს გერმანიის მოსახლეობას. მაგალითად, AfD ითხოვს ევროკავშირიდან გამოსვლას, ნატოდან გამოსვლას, ევროზონიდან გამოსვლას და ასე შემდეგ. უკაცრავად. დიახ, ბატონ ლევან, ერთპარტიულობამ ან ერთ-ერთი პარტიის აღზევება ცოტა არ იყოს ისეთ დროს მახსენებს, როდესაც ბაბუა ჩვენებს მოუწიათ მსოფლიოს დაცვა, ასე უხეშად რომ ვთქვათ. და ნუ აქ ნაკლებად საშიშროება ალბათ ამის თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ქარიზმატული ლიდერი ნაკლებად ყავს ამ პარტიას, თუმცა მთლიანობაში გამოძახილი თქვენაც ჩამოთვალეთ, ყველაფერზე არგუმენტი შეიძლება გაჩნდეს, რომ გერმანიის მთავრობა სუსტია, რადგან ის მიგრანტები დაუშვათ, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ გერმანიის ტერიტორიაზე, იყვნენ, ესე იგი ვიღაცამ ვერ მიაქცია შესაბამისი ყურადღება, სამსახურებს გამოეპარათ ის მომენტი, რომ ხშირად სხვადასხვა აქტს ტერორისტულ საკმაოდ მომზადება სჭირდება და ასე შემდეგ და ვიღაცებს ეს გამოეპარათ, რაც ყოველმხრივ ასე ვთქვათ, ურტყამს პირდაპირ ხელისუფლების ეფექტურობაზე. ამასთან ბუნებრივია არა მხოლოდ გერმანიაში, ასე ვთქვათ, მიგრანტების პრობლემა ამერიკაშიც არის და ევროპის წამყვან ქვეყნებში და მეორე მხარე მემარჯვენე ძალები უსვამენ ხაზს იმას, რომ უბრალოდ ხალხი დაიღალა, გერმანელი ვთქვათ, ბიურგერი დაიღალა იმით, რომ მისი გადასახადები ხან სად მიდის, ანუ ყველაფერზე ისეთ რაღაცებზე იხარჯება, რომ მთლიანობაში ის არც დაცულად გრძნობს თავს, არც და ეს საკმაოდ ვალიდური არგუმენტია ბევრისთვის, არის ამის სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფაქტი და ამის უარყოფა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ბოლო კანონზე მინდა გითხრათ, როდესაც მოულოდნელად მემარჯვენეებს გაურიგდა ახლა დამარცხდა რომელი პარტია ზუსტად, თუმცა საბოლოოდ ისეთი დიახ, ქრისტიან-დემოკრატები და შესაბამისად ამ პროცესმა ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი დააგდო, მემარჯვენეებს კიდევ უფრო გაზარდა და ეს საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა მიიღეს, ხომ არ ცდილობდნენ ქრისტიან-დემოკრატები ამ შემთხვევაში შეენარჩუნებინათ სახე და რაღაც გამოსავალი ეპოვათ, რადგან პირველ რიგში ისევ მერკელის პერიოდს ბრალდება ყველა ის პრობლემა დაუშვათ, რომელიც გერმანიაშია. იცით, გერმანია დღეს ცხოვრობს, ესე იგი, ბლიც საარჩევნო კამპანიის პირობებში. 2-3 თვეში უნდა აირჩიონ მთელი ბუნდესტაგი და მოულოდნელად დაინიშნა ეს არჩევნები. და ამ არჩევნების შედეგად, ამ წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად გამოვლინდა, რომ მთავარი თემა გერმანიაში დღეს არის მიგრაციის პოლიტიკა. მიგრაცია არის აი რაღაცა ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც AfD საუბრობდა, ანუ ეს მემარჯვენე ექსტრემისტები და ქრისტიან-დემოკრატები
დიახ, და აი ქრისტიან დემოკრატებს გაუჩნდათ შიში, რომ ისინი რჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, არ აქვთ მკაფიო პოზიცია ყველაზე აქტუალურ წინასაარჩევნო საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტეს, რომ რეზოლუცია შეეტანათ ბუნდესტაგში ანტრაქტს ეძახიან ამას, რომ აი უნდა გამკაცრდეს მიგრაციის პოლიტიკა, მალე უნდა გაასახლოთ ის ადამიანები, ვისაც დეპორტი აქვს ჩართული და ასე შემდეგ. აი გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის მოთხოვნები შეიტანეს პარლამენტში, მაგრამ ნახეთ ქრისტიან დემოკრატებს და მის ლიდერს ბატონ ფრიდრიხ მერცს რამდენიმე თვის წინ აქვს ნათქვამი, რომ მე მემარჯვენე ექსტრემისტებთან აშენებული მაქვს ბრანდმაუერი, ანუ ცეცხლგამძლე კედელი. მათთან არ თანამშრომლობ, მაგათთან ერთად არაფერს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ისინი არიან ექსტრემისტები. და აი ამ რეზოლუციის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქრისტიან დემოკრატებმა აი ამ საკანონმდებლო ინიციატივის გატანა მოახერხეს მემარჯვენე ექსტრემისტებთან ერთად. ანუ ხალხმა დაინახა, რომ ფრიდრიხ მერცისთვის უკვე ტაბუ აღარ არის ექსტრემისტებთან თანამშრომლობა. მასთან ერთად საქმის გაკეთებისთვის მზად არის. და აი ამან გამოიწვია გერმანიის ცენტრისტულ და დემოკრატიულ წრეებში დიდი აღშფოთება. გამოვიდნენ თქვათ კულტურის წრეების წარმომადგენლები, გააკრიტიკეს ფრიდრიხ მერცი, გამოვიდნენ თქვათ ქალბატონი ანგელა მერკელი და თავისივე პარტიის ლიდერი გააკრიტიკა ყოფილმა კანცლერმა. და მოკლედ დიდი აღშფოთება მოყვა, რომ აი ეს ტაბუ დაირღვა, რომ ნაცისტების მსგავს პოლიტიკურ ძალასთან ძველი ადენაუერის შექმნილი ქრისტიან დემოკრატიული კავშირი თანამშრომლობს. აი ეს შოკი იყო გერმანიისთვის და შემდეგ მეორე დღეს უნდა განეხილათ უკვე არა ანტრაგი, ანუ რაღაც ინიციატივა ან რეზოლუცია, არამედ კანონი უნდა განეხილათ პარლამენტში და უკვე ქრისტიან დემოკრატების შემადგენლობაში ცალკეულ დეპუტატებს შეეშინდათ ამ კანონის მხარდაჭერა და კანონი ჩავარდა. მიგრაციის პოლიტიკა არ გავიდა. და აი დღეს ყველა სვამს შეკითხვას, რა საჭირო იყო აი ამ ანტრაგის, აი ამ კანონის შეტანა. ერთ თვეში არჩევნების შედეგი ცნობილია. ფრიდრიხ მერცი შეიძლება ისე გახდეს კანცლერი, ჩაანაცვლოს ოლაფ შოლცი და მას შეეძლო როგორც უკვე უმრავლესობის ლიდერს, კანცლერს ეს პოლიტიკა გაეტარებინა. მაგრამ მან აი ამ წინასაარჩევნო ინსინუაციისთვის არჩია ტაბუს დარღვევა და ექსტრემისტებთან კოალიციაში შეცვლა და აი ამან შეარყია ელიტა. ხალხი მე მგონია ისევ ამ ყარად დგას ქრისტიან დემოკრატების მხარეს და დიდი ბატონოვან ცოტა დრო გვაქვს და ამიტომ მინდა გითხოთ გერმანიაში ქართულმა მაყურებელმაც რო გაიგოს რომელიღაცა პარტია რაღაც გრანდიოზულ პროცენტებს არასოდეს არ იღებს და ეს ძირითადად 30%-მდე ნაწილში ტრიალებს და შემდეგ უკვე კოალიციური ფორმატებით ხდება გადანაწილება, მაგრამ ნუ ფაქტია რომ სავარაუდოდ მემარჯვენეები 20%-ს ასე ვთქვათ გადაწესით. ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულობით უნდა გადაახდნენ, რა ძალიან დიდია და რა კოალიციაც არ უნდა შედგეს, მათი აზრის ასე ვთქვათ მომდევნო 4 წელიწადში გაუთვალისწინებლობა არ გამოვა. და ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, თუ ასე გაგრძელდა დაუშვათ გერმანიის შიდა პოლიტიკა 4 წელიწადში უკვე შეიძლება დიდი პროცენტით მოიგოს მემარჯვენე ექსტრემისტულმა ძალამ. ამ შემთხვევაში ზოგადად ევროპაზე რა ბედიელის ეს რო გითხრათ, აი იმის გათვალისწინებთ, რომ რაც გერმანიაში ხდება, შემდეგ უამრავ ევროპულ ქვეყანაზე აისახება, რადგან გერმანია უხეშად ვთქვათ, აჭმევს ძალიან ბევრ ქვეყანას პირდაპირ ფინანსური თუ სხვა ფორმით. თქვენ ძალიან კარგი შეკითხვა დასვით. აი მერცის, ფრიდრიხ მერცის ამ ავანტიურის მერე მომავალში კოალიციის შექმნა ქრისტიან დემოკრატებთან აღარავის აღარ მოუნდება. AfD ანუ ულტრამემარჯვენეები დიდ პროცენტს აიღებენ და ძალიან გართულდება კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი. და დემოკრატია ასეთია და წინ დიდი სირთულეელის, ასე ვთქვათ, გერმანიის პარტიულ სპექტრს თავრობის ჩამოყალიბების გზაზე. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ევროპასთან დაკავშირებით, მე ძალიან ბანალურად გავიხსენებ იმას რა კრიზისი როგორ იწერება ჩინური თუ იაპონური იეროგლიფებით. ერთის მხრივ ეს ნიშნავს უბედურებას და საშინელებას, მეორეს მხრივ ნიშნავს შესაძლებლობას. ხო, ევროპაც ამ ზღვარზეა. ერთის მხრივ მას ელის საფრთხე, რომ პატარა მინი ტრამპები გაჩნდებიან ყველგან. აი ახლა 2 წელიწადში საფრანგეთშია საპრეზიდენტო არჩევნები და ქალბატონი მარი ლეპენი ძალიან ძლიერია. აგერ AfD ყოველ დღე იკრებს ძალას და რეგიონებში ძალიან გავლენიანია. იქ ორბანი, მელონი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთი პერსპექტივა, მაგრამ მეორე პერსპექტივა არის ის, რომ ევროპამ შეხედოს საკუთარ თავს და ნახოს, რომ თელ მსოფლიოში მშვიდობის და დემოკრატიის დამამყარებელი არავინ არ არის. ყველა ბრუნდება იმპერიალისტურ
პარადიგმაში, იქით ტრამპი, აქეთ პუტინი, იქით სი და აი სოფლიოს ბედი კიდია ევროპაზე და შეიძლება ეს კრიზისი ევროპამ გამოიყენოს უფრო მეტი მობილიზებისთვის, თავისი სტრუქტურების დემოკრატიზაციისთვის და ესეთი კონცეფციაც არსებობს, რაზეც ლაპარაკობს ბატონი შოლცი, ბატონი მაკრონი, ამას ვია ევროპული სუვერენიტეტი. ანუ ევროპის დაბრუნება გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. ევროპა როგორც მსოფლიო აქტორი ჩინეთის და ამერიკის გვერდით და არა მათ დაქვემდებარებაში. მადლობთ ბატონ ლევან, უნდა დაგემშვიდობოთ ბოდიში. საკმაოდ ჩვენი დრო ამოიწურა, საკმაოდ საინტერესო საუბარისთვის დიდი მადლობა და შემდგომში კიდევ შევძლებთ დარწმუნებული ვარ ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ლევან ლორთქმაინძე პოლიტოლოგი გახდა ჩვენი სტუმარი, გადაცემა კი ამით დასრულებულია, მომდევნო შაბათამდე გემშვიდობებით.